მოგესალმებით. საღამომშვიდობისას ვერ ვიტყვი. ღამემშვიდობის. იმიტომ რომ ღამეა უკვე. მოკლედ ეხლა მოვდივარ ლიბრედან. ანუ სამსახურის მერე გავედი ლიბრეში, იმიტომ რომ სოსოს უნდა პიურეს გაკეთება სახში და ძველი კარტოფილი იყო. ხო და რო დაიწყო გათლა თან ვუთხარი ფესვები მოაშორე მეთქი და ისე გათარლი მეთქი. ესეც არ მოუშორებია. რბილიაო რაღაცნაირიო რეზინას ამიტომ ჩვენ ესეთი კარტოფილიც გამოგვიყენებია. ხო და ამასაც მივხედავ. მაყიდინა, მოკლედ ლიბრეში წავედი კარტოფილის გამო. პრინციპში სადაც ვაპირებდი ახლა კარგია, ხვალ შემიძლია არსად არ გავიდე. გამარჯობა. შემიძლია არსად არ გავიდე, ანუ საკიდლებს გულისხმობ რა და დავისვენებ იქნები სახლში. ზეგ ვნახოთ, იქნებ გავისეირნოთ სადმე. მე მინდა ის ჰამაკი ჩამოვხსნა, წავიდოთ სადმე გავყიდოთ. ისე უნდა მეყიდა, პატარაც უნდა მეყიდა, ის პატარა ჩემთვის და დიდი შენთვის და ესე ხეებს შორის. მე მინდა და კინოთეატრში, მაგრამ კინოთეატრში სოსოს უნდა და ხო მე ხო გითხარით რომ რაღაცა კაპრიზი აქვს, ხო კაპრიზი კი არა, სურვილი რა უბრალოდ და აღმოჩნდა რომ ივლისის თვე ხო 25-ში მეგონა, მაგრამ 25 ივლისში. კაცო ვფიქრობ ეს აფიშა ჯიზეთ რაც ქვია რა იმაზე შევედი და ანუ ბილეთები სადაც იყიდება ონლაინ ბილეთები და ვეძებ ფილმს რა რომელზეც უნდა რა სოსოს წასვლა. მეთქი არ არის სოსო. ხო და მე დაფიქრდა და მიხვდა რომ თურმე ჯერ არ ყოფილა. ხო, ახლა მოკლედ ჩემი სათვალეები, ხო, მოტყდა ეს ყურები. მამა ჩემის სათვალეების ყურები გავუკეთე. დროებით არის ეს სათვალეც. ესენი ყურები, იმის სათვალის ყურები. ხო და ვფიქრობ მინდა ვიყიდო, მაგრამ ჯერჯერობით რა ვიცი ფიქრად მაქვს, მინდა მოვაგროვო კარების ფული. გორგიაში კი არა და მგონი დომინოშია, შეკვეთი ძომებით აკეთებენ. მინდა რომ დროზე მოვაგვარო ეს საკითხი გაზის და კარებს რო ჩავსვავ, თავისთავად მე გაზსაც ჩაგვირთავენ. ეს ვანდა მათხოვა ნაუშნიკები არ ხმარობ და სახში ედო. მე რომ ვთხოვე რომ მათხოვე მეთქი იქ სამსახურში ხანდახან მოსმენ ხოლმე. ეხლა გაახსენდა, მეც მჭირდებაო. შეიარაღებული დამტენით, ნაუშნიკებით, მე იმაზე რამდენი ვიცინე სიგარეტზე რომ მორიდებული ეწევიო. რა კაია მეგობრებო, რაღაცა ეს ახალი ფუნქციები ძალიან მახარებს ხოლმე და საიდან გავიგე, ნინი კვირიკეს ვიდეოს ვუყურებდი. დილა იყო, მგონი ხო დილას ვიცი ხოლმე რა, ცოტა ხანი, ანუ ყავს რომ მოვიდუღებ ხოლმე, დავიждები, სვავ ყავს და შევხედავ ხოლმე რაღაცას და რო თქვა, ისე გამიხარდა, ვერ ვეძებდი, მეთქი სად არის, როგორ არის, რაღაც. მოკლედ, აი კომენტარი ხო არის, ვთქვათ, ხო, კომენტარს რომ უნდა უპასუხო, აი იქ არის ფოტოაპარატის ის ლოგოა დამატებული და იმას რო აჭერ, ანუ ვიდეოთი პასუხო. აუ, აქ ჩააწყე რა. ხო, მან გიჩვენოს. ხა მეთქი აკარგე. და ხო, ისა ვიდეოთი შეგიძლია კომენტარს პასუხი დაცი. პირდაპირ, აი კომენტარი ხო არის? ვიდეოში. ხო და ანუ რო აჭერო უპასუხო. იქ არის ეს რომელთა სურათის დამატება და ეს კამერა ახატია რა. და იმას რომ დააჭერ, გიხსნის იმას, შორტის იმას რა, რომ ჩაწერო იქვე რა. ხო და ეს ჩემთვის ვიყიდე ზუსტია. ცოტა პომიდორი მოვიტანე. ასე თანახმად. გუში, იმდენი ბანანი მოვიტანე და
ხოლოდ 2 ცალი დატოვა ცოტა. იმიტომ რომ დაიწყოს მუზების გაკეთება. 4 ბანანი იყო, 2 ჩემი იყო. ნახევარი შენი რა. 4 იყო. 4. ხამე, გუშინ ხამე. ძალიან მშრალ საჭმელებში ამსოსო და გუშინ ხამე, აი მაგრამ ეძინებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სხვა დროს როდის ხარ გავუკეთებდი და გავაკეთე სუპი. აი გემრი. რას აკეთებ? მომე. გავაკეთებ ხოლმე ეგრე და რას გაკეთებ? ბრაკი. არ არის ბრაკი. ბრაკია. აი, იმიტომ რომ მოვჭედ. რა? ტექნიკა უნდა, ძალაკი არ უნდა. ძალაკი არა ფილმი. მაშინ მაგითო. მე აქა. და ხო ხედავ კაფეია. ამათ რაღა უნდა, ხო ვაჭამე. სამსახურიდან მომართული მეგობრებო რაღაცა ისა ხორცების ნარჩენები რომ რჩება ხოლმე მომაქვს კატებისთვის. რატო ხურო? დავახურე რა ვიცი გაზები არ მოვიდეს. საღამო ხანს სამსახურში რაღაცა ვერ ვიყავი კარგად. ნუ კარგად რა ახლა ცუდად კი არ გზდომდას მაგრამ რაღაცნაირად ეს მაღალყალებ და მე ვიფიქრე ალბათ მეთქი გვიან რომ დავიძინე და არ მეყო ძილი მაგიტო მეთქი და ჩემო თანამშრომელმა მითხრა ადიო მან არის გვერდზე აფთიაქში საწნევას რა ახლა იზომავე ხო და კარგი მეთქი გავიზონა ავედი და 141-94-ზე ჩემთვის ბევრი გამოდის იმიტომ რომ ჩემი მაღალი წნევა არის 135 და 135 პრინციპში ისე შემომეჩვია რომ თავს ნორმალურად ვხსნათ ხოლმე. აი როცა მიწევს დაბლა, აი მაშინ ვარ ხოლმე ცუდად მოხდა. ძინავს თითქოსზე დავდივარ. იმუნიტეტი გიწევს შენ. არ ვიცი რა გიძახი. წნევა. ანუ თავს ვგრძნობ ენერგიულად, კარგად, როცა მაქვს 130-135-მდე. და რავი, ნორმალურად ვგრძნობ თავს და როგორც კი ჩამოვა 120-ზე, ხო, 120-ზე ცოტა ნაკლები, აი მაშინ უკვე თითქოს კატოკმა გადამიარა, ისეთი შექმნება მაქვს. მეუბნებოდა თანამშრომელი ძალიან წამალიო. ხო იცით, ახლა ვინც დიდი ხანია მიყურებთ, კი იცით, რომ მე წამლებს დიდად არ ვსვავ. ვცდილობ ხოლმე, რომ შეძლებისა გვარად მცენარეებით და ნატურალური მევით გავუკავდა ხოლმე. ეხლა თუ რაღაცა თუ სერიოზული იქნება თავისთავად, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე, როცა მშველის პიტმის ნაყენი რატომ უნდა მივიღო რაღაცა აბები, ხო? ამიტომ პიტმის ნაყენი ძალიან კარგად მიწევს დაბლა წნევას. ანუ თუ მაღალია და მაწუხებს, აი ყურებში წვილი თუ მესმის, პიტმის ნაყენს ვსვავ ხოლმე ამ ხალხსაც ახლა უჯრაში. კიდე ეს ჩაია. მოკლედ რაღაც სმართ უჯრაში. დედაჩემმა ეგრე გამომატანა. და მოვიტილავდი და ამას. მიეწოდა. აი. იმას მაცივას ვიაყო. მაგისია შავად. ხო და ესეთი ამბები მეგობრებო. აწი გადავწყვიტე, ჩემ თანამშრომელსაც ვთხარი. მეთქი რატომღაც მეთქი რატო ვართ მეთქი ეს ბლოგერები რომ უარყოფით კომენტარებს უფრო ნაშვებით პასუხობთ და რაღაცნაირად მოდი მეთქი რა აი კარგ კომენტარებს აწი უფრო უპასუხებთ თქო რა ანუ კარგ კომენტარებს არ გულისხმობ რა ანუ აი ეს ეხლა ფუნქცია რა დაემატა და ძალიან სახალისოც იქნება მოკლედ ვინც კომენტარს დაწერს ავდგები ხოლმე და პირდაპირ რაღაცა იწვის სოსო. ვიდეოთი მოპასუხებ ხოლმე. აი ასე.
ისე მეწყინა თორეს ჩუგორო მოკდა მის როტველერი როყავდა ძალიან შემოწმდა რაღაცა პრობლემა მქონდა ოპერაცია გამართული მეუბნა მოლიკა საწყალი თან ეს სათაური რო წავიკითხე ისეთი შოკი მივიღე სისარტყელაზე წავიდა და ისე გული მიჩუყდება ხოლმე საერთოდ ესეთ რამეს რო ამბობენ ხოლმე სისარტყელაზე წავიდა ვინც არ იცით რას ნიშნავს სისარტყელაზე წასვლა ეს ძაღლები ხო დალტონიკები არიან ანუ შავ-თეთრად არიქოვან სამყაროს და ანუ რო გარდაიცვლება ანუ ფერადი გახდება რა გასაკეთე ხო ანთია ხო და ეს მოკლედ სოფლიოში რა ხდება იქით აკეთებდი ამბები უკვე ტვინი მაქვს არეული სერიოზულად თან მე ხო იცით როგორი ადამიანი ვარ მიყვარს რაღაცა იქ საქმის პულში უნდა ვიყო რაღაც მოვლენების მართალია ხა პოლიტიკა დიდად მაგრამ საჭიროა უნდა ვიცოდე ეხლა რაც ხდება სოფლიოში ერთ თამაში მოხდა აი ეგრე ეს ვიდეოებში წერენ ხოლმე ხო ფანტასტიკი მოიხარე ეხლა გაიწია სიგარეტი უნდა მოვწიო თერაპია არა მორიდებულად მორიდებული მოწევა და არა მორიდებული როგორია საერთოდ რა ვინგით კომენტარი დამიწერეს რომ ესო რა მორიდებულად ეწევი სიგარეტს მორიდებული მოწევა როგორია მე ისა ეს არის თან არ გიხდებაო რა სიგარეტი გამიხენ ეწევი უკვე გამოიანგარიშე 18 წლიდან ეხლა ვარ 52-ში ხო 52-ში ვარ გადასული კაი გამოვაკლოთ 2 წელიწად-ნახევარი ნუ 3 წელი გამოვაკლოთ 18 ხო თქვათ ხო რა 30 წელი 30 წელი 32 კაცო 2 წელი გამოვაკლოთ ხო 50 შვილო 18 წლისამ დავწოდო მიუმატე 2 გახდა 20 ხო 50-20 გამოვა 30 წელი ოი ხო მე რაცა ჩემნაირი მათემატიკა მოხდა სხვანაირად ფიქრობ ხო და ესეთი ამბები აღარ არის შიგნი? არა მან მოაგდებ ხოლმე იქით მეორე პარკში ჩავიდე იქით დობი წაიხე ერთი სული მაქვს ახლა მეგობრებო დავეგდო, დავწვე, დავიძინო, გამოვიძინო თან ხო ვიცი ჩემი თავის ამბავი რომ ვერ გამოვიძინებ, ანუ ვერ გამოვიძინებ რა მაინც ადრე მეღვიძება გამომუშავებული რო გაქვს ადამიანს შეიძლება შევიბრუნოთ ძილი შევიბრუნოთ ვიკოტრიალებს სიტყვანი ძილის შებრუნება იცი? ხო შებრუნება ქვია როცა გაგეგვიძება და რომ მიხვდები რომ არც არ გეჩქარება და ისევ რომ გააგრძელებ ძილს ხო ყინულიო ჩაგებდო ჩემთვის მადლობელი ვიქნებოდი აღარ არის? Здравствуйте. დათვა ეგრე არა დააგრე ისე ხო შევსე მეტი არ მინდა ცოტა ორი მიყვა შო არ გინდა არა ავსო რატო Robert ეს რატო ჩამინდო არ ვიცი ნახოთ ჩეკი რა არის ჩემი ეს რა იციან ხოლმე მეგობრებო სალაროსთან რო დადებენ ხოლმე რამეს მომხმარებლები მე რომ მუშაობდი მაშინაც შემიმჩნევია ესეთი რაღაცა დადებენ სალაროსთან რა იმეს
პროდუქციას რა. თვითონ დაიწყებენ სიარულს, რა გაივლიან გამოივლიან. იმედით, რომ ვიღაცაზე გაატარებს შემთხვევით და გადაიხდის. იცი რა გამახსენე? შენს გახსოვს შეიძლება ვიდეო იყო. რა ვიდეო იყო? აბა. არა. პატარა ვიყავი მაშინ და 7 წელი თუ 6. ხო. და ერთმა ქალმა უნდა რა და შენო დაინახე და მე ყვილი დაიწყო. ხო, მე აქეთ მეჩხუბა კიდე, ანუ რო არ გამოუვიდა, აქეთ მეჩხუბა. თქო თქვა, არა, რას არ რას ანუ ისე გამოუვიდა რომ არ გადამიხადეო ქულიო, ჩემი მე რას ვიყიდეო და მას რაც ყვირობა. ხო, რაღაცა უცნაური. თუ რაღაცა არ მახსოვს კარგად. ეხლა რა არის იცით მეგობრებო, როცა ადამიანმა რო გთხოვოს ეხლა ადამიანურად თუ გაქვს საშუალება დაეხმარები და გადავხდი. არაერთხელ გამიკეთებია ესე რო მუშაობდი, მაგრამ ესე ნაგლად რო ცდილობს ვითომ მოტყუებას ძალიან ცუდი ტონია. თან მე რო მოკლედ სამსახურში კურიოზები იყო. რომაში რა? სამსახური ერთი მაგრამ რომელში? შენ გიგონა ადრინდელ. ხო, ადრინდელ. ხონდა მეთქი, ხონდა ეხლა დღეს. ხო, რა ისები. ხო, მე მოგიყვები. ეზარება ეხლა. რა გინდა დობი? ხო გაჭამენ. ხო მაცხრები გახდნენ ხოლმე. ესე იგი მაინც მომიწევს გასვლა, იმიტომ რომ ცოტა დარჩა ამათი საჭმელი. ამასაც არის ჩაუყრი. ნენა. გაფიშოდარი. რა. არ მითხარ და გასულიო. იტნავში. მართლა? მომეცი. ჩემთვის კარგი იქნება. პიტნავში გინთო მაიონეზ. მართლა? ვადა პიტნა. წყალი პიტნა რა არის წყალი პიტნა? რა ჩვენი? უკრაინულად წერია, უკრაინული მე არის, მე რუსული ვიცი. მოიცა არ გასინ, გემო ვერ იგრძე. რამდენჯერ გავშინდი. აი რაც ყველის მაიონეზ გავს, თუ ყველის სოუსი რო არის. შევგებრი. ისა პომიდორი სადარი? რა იყო სულ შეგიცი. რამდენი დრო გავიდა? რამდენი გუშინ ავიყიდე? გუშინ. რა იყიდე გუშინ? გუშინ მახსოვს როგორ გავიკეთე მაგისგან? გუშინ წინ. თუ არა გუშინ იყო. არ იყო და გუშინ მე კარგად. აი ხო გუშინ წინ. მე ორჯერ გავიკეთე თუ სამჯერ მაგისგან რაცა და მაგრამ 1-3-4 დღეს უკეთე. თითქმის ერთი კვირა გავიდა. კარგით მეგობრებო, რამდენი ვილაპარაკეთ? 18 წუთი. გავიძროფ ახლა ფეხსაცმელებს, ფეხებს დავასვენებ. მეც დავისვენებ და ხვალ ვისვენებ, ზეგვისვენებ და მასზე ვისვენებ. კარგით აბა დროებით. ნახონდი. სოსოს უყიდე მაისური, რომელსაც აწერია ჰავაი და ალოჰა. გახსოვთ პატარა რო იყო და ალოჰას რო იძახდა ხოლმე. პატარა რა პატარა? პატარა რო იყო. წელი გავიგო თუ. ისა ერთი წელი. ხო, იძახი ხოლმე. ეხა შულო ხმა შეგეცვალა, გაიზარდეს იმალში, მაშინ პატარა იყავი. რამდენი ხანი? და ალოჰას იძახდა. კანალი რამდენი ხანი ახსოვს? კანალი არა. ახი, მე კანალი მოყვარს, იმიტომ რომ უჭირს ქართულად მეტყველება, იმიტომ რომ სულ რუსულად მელაპარაკება სახლში. უფრო ლამაზ სიტყვებია, ლე. ფაქტია. კარგით მეგობრებო, დროებით, დაგემშვიდობებით. ხვალ როცა გავიღვიძებ, ალბათ მაშინ დავიწყებ უკვე ვიდეოს გადაღებას. კარგით, აბა გავკოცეთ. ნახვამდის.